თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების შემდეგ კუმისელი მოჩვენების სახელით ცნობილი დაუდგენელი პირი მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში 31 ივლისს გამოჩნდა. დაახლოებით დღის 11 საათი იქნებოდა. ვიღაცა უცნაურად ჩაცმული მამაკაცი შევიდა წერაქვში მცხოვრებ პიროვნებასთან. სახლში იყო ახალგაზრდა ქალი, პატარა ბავშვი თუ მე გასული ვიყავი სახლში და თან შემოვიდა მეუღლეს დაინახა, ოთახში შევიდა. ვიგრძენია რომ ვიღაცა მიყურებდაო და გავიხედეო და დგასო კაციო 2 მეტრიანი წვერებით და მოკლედ სულ შავებში ჩაცმულიო. ერთიანი იყო მკლავი კოჭებამდე და ძალიან კაპიშონის მოდიოდა. არაფერი უთქვამს ისეთი, უბრალოდ ამ გოგონას, ამ ახალგაზრდა ქალს ანიშნა, რომ გაჩერდიო. არ იწივლო თორე კიდე დაუბრუნდები საღამოთიო. ახლა ქალია, შეშინდა, რა თქმა უნდა, ინსტინქტურად შეიძლება ისეთი მოძრაობებიც გააკეთა, რაც იმას არ ესიამოვნა. ეს ტიპი დარბოდა რაღაც გიჟივით. და ანუ ფეხის ხმა საერთოდ არ ისმევდაო. რაღაც 4-5 წუთის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა. 4 არა 1. შემდეგ მეზობელთან რაღაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ვიღაცამ ის ელექტროხერხი ჩართო და ხმაურის შეშინია ძალიან და ამ ხმაზე ძალიან დიდი რეაგირება მოაყოლა, გამოვარდა და გაქცევის მომენტში კალიასკა დახვდა ბავშვის უკვე დაგორდა. მეუღლემ ბავშვი ამოიყვანა კალიასკიდან. შეეშინა ფერი დაუშავოს და რომ ამოიყვანა უნდა რომ დაგორდა კალიასკა კარებთან და მე მოისროლა გარეთ ეს კალიასკა ერთი ხელით გაუსროლიო. კალიასკას იმ ხელაზე ამოწყო ფეხი რომ გამოიჩინა რაღაც არა ადამიანური ძალა რა ჩვეულებრივი ადამიანი რაც არ უნდა ყოფილიყო ძლიერი ამ ერთი დარტყმით ამ კალიასკას ვერ მოისროდა იმ ხელამანძილზე როგორც მოისროლა მაგა. და მე გადახდა სეტკაზე და კონკრეტულად რა ზომები გაატარეთ? არაფერი რა შეგვიძლია უბრალოდ რომ გავაკეთო. ვერ ვაკავებ. ეს ჩვენამდე მოსულა ესე რომ პოლიცია ვერ აკავებს. ტყუიას ესვრიან და ვერ ახვედრებენ და ჩვენ რა ბერკეტები გვაქვს რომ დავაკავო. რანაირად უნდა დავაკავო. ჯერ ერთი არ შემხვედრია კონკრეტულად მე რომ შემხვდეს ხვის ალაპარაკის და ხვის შენახვედზე რა რეაგირება გექნება. ხო მე რომ შემხვდეს არ ვიცი უბრალოდ რას მოვიმოქმედებ. შეიძლება ერთი პირველი შეხვედრისთანავე არ ვიცი შეიძლება პარალიზება დამემართოს და შეიძლება უფრო გულზე მოვიდე და არ ვიცი რა მოკლედ ვერ გეტყვით რა რეაგირება შეიძლება მოვახდინო შეხვედრისას და სხვაზე პოლიცია ხო აქტიურად ეძებს ამ ადამიანს? ეძებს კი რა თქმა უნდა პატრულირებს ახლა ტყუილა არ დადის პოლიცია რა თქმა უნდა დაინტერესებულია რომ ან დააკავონ ან რაღაცა ყოველ შემთხვევაში სიმართლე გაირკვეს თუ რასთან გვაქვს საქმე მართლა ვიღაცა გადარეულის სულელურ ნამოქმედარზე თუ მართლა რაღაცა ზებულებრივი ძალა ან არ ვიცი. გვირეკავენ ამ პრევენციის სახით გვირეკავენ რომ ვინმე დაინახა. ანუ ყველგან დაინახა. გასაკეთებთ ხოლმე მიდიხართ და ნუ ახლა განსტო ვინმე დარეკავს ვივდივარ ახლა. და ისე არ პატრულირებ? პატრულირება აუცილებლად. ყოველდღე პატრულირება. ყოველ ქრუგლის არა, ეძებთ ამ ადამიანს. კი, ყველა ეძებს მაგას. ვერა ჯერ ვერა. ჩვენ ყოველდღე ვაწარმოებთ. არა, ყოველდღე შემოვასწრებთ. ჩაოლებრად, კი, ჩაოლებრად თუ დავინახავთ ასეთ პიროვნებას, კი გავაჩერებთ. ტაბულა მარნეულის რაიონის კიდევ ერთ სოფელ ქურთლარსაც ესტუმრა, სადაც ადგილობრივების თქმით, უცნობი პირი მიტოვებულ სახლში დაინახეს. Дети там 12-летние, 13, где-то так. Ну, это что-то такое вещи видели. Никогда они даже, может, телевизора даже не видели, не знаю. Это дома было, там видели, говорите. Там никого нету, просто там тем был, дети видели, что как-то что-то есть. И этот слух прошел и проходит куда-то. Вот так. ჯერჯერობით დაუდგენელი პირი პირველად 9 ივლისს გამოჩნდა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს. ამ დრომდე სამართალდამცველებს ხელჩასაჭიდი არაფერი აქვთ. გამოძიება ყველა ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 160 ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. დღეს თქვეს რომ ბერი დადისო, ბერიაო და ხალხი დაწყნარდა და არავითარი პანიკა აღარ არის აქ. წუხელი გვეშინო და ფანჯრები ჩავკეტეთ, მაგრამ დღეს ყველა ფანჯარა გავაღეთ. რო თქვეს ბერი დადისო და მარტო საჭმელს ითხოვს და ხალხს არაფერს არ უშავებსო, ყველა ფანჯარა. დაწყნარდნენ ყველა